დიდება ჩვენს ღმერთს. მადლობა უფალს, რომ ეს მშვენიერი დღე გვაჩუქა უფალმა. ვიცი, რომ ბევრი სოფლებში არიან უკვე წასულები, ზოგი იქით, ზოგი აქეთ, მაგრამ ვინც ვართ, აქ ვართ და დღეს ჩვენ ვზეიმობთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს გამარჯვებას სიკვდილზე, ცოდვაზე, ეშმაკზე და ჯოჯოხეთზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სანამ მე არსზე ვილაპარაკებ, თავარ არსზე თუ რა გვწამს ჩვენ და ძალიან მინდა რომ დღეს ყურადღებით მომისმინოთ ის რამოდენიმე წუთი. რწმენა არ ნიშნავს უბრალოდ ისტორიის ცოდნას, რომ ასე იყო 2000 წლის წინ, რომ ქრისტე ჯვარს აცვეს, მე ჩამოხსნეს, დაკრძალეს, ის აღსდგა გამკვდრეთით და ამაღლდა ზეცად და მე ამ ისტორიის მოსმენით ვერ კმაყოფილდები. ჩემი შინაგანი რაღაცას ბოლომდე, როგორც მწყურვალს წყურია და ვერ დარწყულდა შინაგანი ისტორიის ცოდნა ადამიანს ბოლომდის არ აძლევს თავისუფლებას. ამიტომ დღეს მე თავარ არსს შევეხები, რა მოხდა ჯვარზე, რატომ იტანჯა ქრისტეს და რა იყო მიზეზი მისი ტანჯვის, სიკვდილის, დაკრძალვის, აღდგომის, ამაღლების, რა არის მისი მეორედ მოსვლის მთავარი აზრი და თუ ეს ვიცით, ჩვენ მაშინ მართლაც სწორად გვწამს. და თუ უბრალოდ ის ვიცით, რაც იქ მოხდა ისტორიულად, ჩვენ ბევრს არაფერს არ გვაძლევს. დღეს მე მინდა რომ დროც შევკვეცო და თან შევეცადო რომ თავარი აზრი გადმოგცეთ. ყურადღებით მომისმენთ, ეს აუცილებლად უნდა იცოდე შენს თავზე. იმიტომ რომ შენ ხარ ცოცხალი, ღვთისხატად შექმნილი ადამიანი. და ჩვენ ხედავთ მიზეზს რა მოხდა ედემის ბაღში და შემდეგ ხედავთ ქრისტეს როგორც იმ მიზეზის გამსწორებელს. რეფორმა რა არის? დეფორმის გასწორება. დეფორმირება რო ხდება რაღაცის, მე რეფორმა ჭირდება იმას. რაც ედემის ბაღში მოხდა, თუ ის არ ვიცით, ჩვენ ვერ გავიგებთ ქრისტეს მისიას და როლს. თუ მან რა მოიმოქმედა. დღეს ძალიან ბევრი ზეიმობს ქრისტეს აღდგომას და არსს ვერ წვდება სინამდვილეში. მოდით მე თავარი თემა დღეს რაც მინდა დავარქვა ჩემს საუბარს, ეს არის გაიგივება. იცით, კომუნისტები ყველანაირად ცდილობდნენ ადამიანებს მაიმუნთან გაეიგივებინათ. ჩვენ მაიმუნისაგან ვართ წარმოშობილი. ევოლუციის გზით ასე და ამაიმუნებდნენ ხალხს და მასწავლებელი გვეუბნებოდა სკოლაში. იცით ბავშვებო, ადამიანი მაიმუნისაგან წარმოიშვა. მეუბნები, ადამს რაღაცა ახსენებ მას. თუ მაიმუნისგან მოვიდა, ადამი ვიღა. მაგრამ ჩვენ მადლობა ღმერთს ქართველებისთვის და ქართული ენისთვის, რომელიც მიგვანიშნებს და სულ რომ თაობები წავიდნენ ამ ქვეყნიდან, გვეუბნება რომ გახსოვდეს, რომ შენ ხარ ადამის შთამომავალი. ადამისა ხარ და არა მაიმუნისა. ადამისგან მოდიხარ და არა ევოლუციისგან. ამიტომ ჩვენ ვართ ადამიანები. გვარიც არის ერთი პასტორი არის ადამიანია გვარად. იცი ხო? მოსკოვში ცხოვრობენ ქართველები, სომეხი კაცია და მეუღლე ყავს ქართველი და ადამიანები არიან, ასე რომ ვთქვათ, გვარით ადამიანი. ვინ ვარ მე? თუ ადამიანმა ეს ვერ გაარკვია თავის ცხოვრებაში, სულ აბნეული იქნება და სულ სიბნელეში. თუ მე ვერ დავინახე ვინ ვარ და სად ვარ, მაშინ მე ვერ ვიპოვი ჩემს მოსასვენებელს. პირველი რაც უნდა გავიგო, მე ადამიანი ვარ. ადამიანთან მაქვს რაღაც კავშირი. და ბიბლია ამბობს, რა მოხდა ედემის ბაღში, როცა ღმერთმა შექმნა ადამიანი და ქმნიდა ღმერთმა ასე ითათბირა თავში და ჩვენ ხედავთ სამებას დაბადების წიგნშივე. და ღმერთმა თქვა, შევქმნათ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსად. დაბადების 1:26-ია ეს. მე ჩქარჩქარა ვილაპარაკებ, იმიტომ რომ დღეს
სემინარი არ გვაქვს რომ ვიწერდეთ და შემდეგ ვისაც უნდა შეიძლება მოინიშნოს. დაბადების 1:26 ღმერთი ისახავს მიზანს რომ უნდა შევქმნა ქმნილება ის უნდა იყოს ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად. 27 მოხში წერია და შექმნა ღმერთმა იგი თავის ხატად შექმნა იგი მამაკაცსა და დედაკაცად შექმნა ისინი. ორი მიზანი აქვს ღმერთს რომ თავის ხატად და მსგავსად უნდა შექმნას და ქმნის ქმნილებას რომელიც უნდა ეპატრონოს ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, პირუტყვ ქვემძროს, უნდა იბატონოს ყველაფერზე, რაც კი ღმერთმა შექმნა და შექმნა ღმერთმა თავის ხატად შექმნა იგი. და მსგავსება ვერ მოხდა ედემის ბაღში, იმიტომ რომ ადამიანს აქვს თავისუფალი ნება. და ღმერთს არ ქონია იძულება რომ მე უნდა შევიდე ახლა შენში და ჩემი ბუნება მინდა რომ დავდო იქ და შენ იქნები ჩემი მსგავსი. ეს არჩევანი იყო თავისუფალი ნების სიდიადის, რას გააკეთებდა ადამი. აირჩევდა ღმერთს და მიიღებდა თუ არ ღვთიურ მსგავსებას, თუ სხვა გზით შეეძლო რომ წასულიყო. ჩვენ ვერ ხვდებით ედემის ბაღის მთავარ მნიშვნელობას თუ რა მოხდა რომ ღმერთმა უთხრა როგორც კი შეჭამ იმ ხიდან და როგორც კი წახვალ ჩემს წინააღმდეგ, როგორც კი შენ არ დაემორჩილებ ჩემს ნებას და თვითნებობით ივლი, შენ იშვები ოღონდ არა ჩემგან. შენი მამა სხვა გახდება და ჩემთან საერთო აღარაფერი არ გექნება. ჩვენ შორის სიკვდილი გაჩნდება და ჩვენ გავეთიშებით ერთმანეთს. როგორც კი შეჭამ ღმერთმა უთხრა, როგორც კი შეჭამ, შენ მოკვდები. და ჩვენ ხედავთ რომ ჭამა ევა და მისცა თავის ქმარსაც, რომელიც იქვე ახლოს იდგა წერია. მე აქ ხედავ რომ მათ ღმერთი განიკითხეს. და ღმერთმა თქვა, იცის ღმერთმა გველიეუბნება, მესამე თავი დაბადების, იცის ღმერთმა რომ თქვენ ღმერთები გახდები და გიმალავთ. და ეჭვი შეიტანეს ღმერთში და ღმერთი განიკითხეს და ჭამეს იმ ხიდან, ღმერთმა თქვა არ ჭამო ამ ხიდან, ქმნილება შემოქმედს ვერ განიკითხავს, ვერ განსჯის. მაგრამ ჩვენ ხედავთ რომ დაბადების წიგნშივე არ ჩანს თითქოს რომ როგორ მოხდა ეს, მაგრამ ადამიანი ბოროტის, ეშმაკის, ბუნების ზიარი გახდა. ღვთის ხატად არის შექმნილი, მაგრამ ბუნება, რომელიც უნდა ყოფილიყო, ხატება და მსგავსება, ხატება გახდა და მსგავსების მაგივრად რომ ღვთისნების მორჩილებაში ყოფილიყო, ეშმაკის თესლი და ცოდვა ბიბლია აი ამ ბუნებას, რაც ადამში შევიდა, მას ქვია ეშმაკის თესლი და მას ბიბლია ეძახის ცოდვას. მე მინდოდა ხილი მომეტანა აქ რამოდენიმე დაბლა თუ იყო, მაგრამ ისე წარმოვისახოთ. როგორ შეიძლება ხილი არსებობდეს და ხე არა? მე ბაღი მაქვს გორის რაიონში, ამასინათაც მე და ლუკამ ვიმუშავეთ იქ ვიყავით წასულები და როგორ შეიძლება ვაშლები მოგონდეს და ვამბობდე ხე არ არსებობს? ხშირად ამბობენ ეს რა არის? ეს ვაშლია, ის მსხალია. ხეებზე ამბობენ, მაგრამ საიდან იციან ის ხე რომ ის არის? ნაყოფით ხვდებიან, როცა მოისხავს ამბობენ ეს ვაშლია. ვაშლია ისიც და ვაშლია ესეც. მეორე ამბობს ქრისტე ცოდვებისთვის მოვიდა, რომ ჩვენი ცოდვები აღეხოცა და ჩვენი არა ქრისტეს ცოდვისგან განთავისუფლება უნდოდა. ცოდვის მონა გახდა ადამიც და ევაც. ცოდვის მონა და ცოდვის ტყვე. და რა არის ცოდვა? ცოდვა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეშმაკის ბუნება ადამიანში, რომელმაც ჩაიგდო ადამიანი ტყვეთ და ცოდვისა და ეშმაკის მონა გახადა. პირველად ჩვენ დაბადების წიგნში ხედავთ მეოთხე თავის მე-7 მოხში, როცა ღმერთი ელაპარაკება ადამიანს და ეუბნება, ადამ, ცოდვა შენს კართან ჩასაფრებულიო. პირველად ღმერთი არ ქმნავს მას სახელს, რა დაგემართა ადამ შეგქმენი და რა მოხდა შენში. ცოდვა ჩასაფრებული შენთან, შენსკენ აქვს ლტოლვა და შენ იბატონე მასზე რომ ნაყოფი არ მოისხოს, შედეგი არ გამოიღოს. მე რა ჩემგან წახვედი. მე შენ ახლა ისე გააკეთე რომ მაგ ცოდვას არ მისცე საშუალება ცოდვები გამოავლინოს. მაგრამ დაბადების 4:7-ში რაც ღმერთმა გააფრთხილა ჩვენ ხედავთ. გაიყვანა კაენმა აბელი
და კაენ ცოდვაა ჩასაფრებული შენთან. ადამიანს ღმერთი ეუბნაოდა კაენს, რომ ცოდვაა ჩასაფრებული შენთან, კართან და გეუბნები, არ გააკეთო ეგ. რაღაცა ცუდის მოსხმა უნდა, ცუდი შედეგის ნაყოფის მოტანა უნდა, მაგრამ არ გააკეთებინო ეგ. მაგრამ ჩვენ ხედავთ, რომ ცოდვა ცოდვილზე ბატონობს. ცოდვილია ყველა ადამიანი, ვინც ცოდვამ ჩაიგდო ხელში. და უამრავ ცოდვებს ხედავთ ჩვენ ქვეყანას და გვიკვირს, ვა ეს ცოდვები, შენ ცოდვებს ნუყურებ, შენ უხილავი უნდა დაინახო და ბიბლია ამბობს, უხილავის დასანახავად ჩვენ ღმერთმა ჟული მოგცა. ეშმაკმა ისე ბოროტად გააკეთა ყველაფერი და ისე საიდუმლო დამალა, რომ ამბობენ, რომ ეშმაკი წყლისფერიაო და რთულია მისი დანახვა, მაგრამ ჟული, ანუ ღმერთის კანონი მოსეს ჟულს რო ეძახიან, გამოაშკარავა მთლიანად ცოდვის დამალულობა და ჩვენ თვალწინ დაგვიყენა და გვითხრა, თუ რატომ ხდება ეს დანაშაულები, თუ არ არსებობს. საიდან ეს ნაყოფის სიტყვა ბიბლიაში შედეგს ნიშნავს. საიდან ეს ჩხუბი, დავიდარება და ჩამოთვლილი აქვს პავლე მოციქულს, მათი პირიო ღია სამარხებია, მათი ფეხები მუდამ ბოროტის გზაზე დადიან, მზადარიან 1000 გვარი სიბოროტეს ჩასადენად და ჩამოთვლილი და რასაც ჟული ამბობს, ლაპარაკობს, რომ რა მოიტანა ეს შედეგები და ნაყოფები თუ თვითონ არ არსებობს ის. ეშმაკს უნდა და მე არ ვარსებობ, არ ცოდვა არ არსებობს. მაგრამ ცოდვილი ცოდვებს ისხავს და მოდი ყველაფერი ღმერთმა შექმნა ეს ცოდვილი პიროვნება და ღმერთია დამნაშავე, იმიტომ რომ ასეთი შექმნა. ბევრი ძალიან ცუდი რაღაცები მინახავს ვიდეო დოკუმენტალური კადრები. ერთხელ ნახე თურქები როგორ აწამებდნენ გერმანელი იღებდა თურქების გენოციდი რო იყო, სომხების გენოციდი თურქეთში. ქალები გაიყვანეს მინდორში და მუცლებს უჭრიდნენ და ბავშვებს ეს პირდაპირ ეს გერმანელი ბუჩქებში ზის და იღებს იქიდან და არაფერს არ ეუბნეოდნენ. კაცები ომში წაიყვანეს და ქალები გაიყვანეს და აწამებდნენ მინდორში და აჩვენებენ დოკუმენტალურად. თუ როგორ უჭრის მუცელს, ამოყავს ბავშვი, შტიკნოში აგებს. ერთი სომეხი ესეთ რაღაცას ამბობდა. ბებია ჩემიო, ბებია ჩემი მიყვებოდა. რომ პატარა ვიყავიო ძალიან და თურქები მოგდევდნენო და დედამ მითხრა, გაიქეცი შვილო, მდინარისკენ გაიქეცი და 9 წლის ვიყავიო. და რომ მოვიდნენ უკვე ალყა შემოგვარტყეს თურქებმა და ბებია ჩემო ადგა და ასეთი ჩამაყოფინაო თავი, რომ არ დავეჭირეთო იმათ, ჩამაყოფინა და თმებში მომკიდა ხელი და მაშინ მდინარეში მახჩოვდაო. რომ ოღონდ იმათ არ ჩავეგდე და არ ვეწამებინეო და ბებია ჩემს თავისი დედა აღჩობდა თავისივე ხელით და თმები გავიგლიჯეო და ხელში დარჩავასა და მიყურებდა სადგარბი ხარ დაგიჭერენ მაინც და უფრო საშინელი რაღაც მირჩევნია ჩემი ხელით მოკლა. გამოიქცა, გადარჩა ის 9 წლის ბავშვი და შემდეგ ჩემი შვილი უარო და მიყვებოდა ამ ყველაფერს. ვინ აკეთებს ამას? რა თქმა უნდა, ღმერთის ხატად შექმნილი ადამიანი. ეშმაკი ისე დაიმალა, ეშმაკი არ ჩანს, არც ცოდვა არ ჩანს თვითონ ეს ბუნება, მაგრამ მას ჩაგდებული ყავს ხელში პიროვნება, რომელსაც ცოდვილი ქვია. და უამრავი ცოდვები გამოდის, უამრავი ცოდვები, ტყუილი, ცილისწამება, მე არ ვიცი, შური, შუღლი, უთანხმოება, ბოროტება, ჩვენ შეგვიძლია ვერც კი უამრავ ცოდვებს ისხავს ცოდვილი და ცოდვა თითქოს არც კი არსებობს და ეშმაკი ხო საერთოდ არ არის. მაგრამ იესო ქრისტე მოვიდა, მე მინდა ყველა მიცოდეთ. მისი მოსვლის მთავარი აზრი თუ გინდა რომ იცოდე, იესო ქრისტე მოვიდა. პირველი ტიმოთეს 1:15-ში ტიმოთეს უწერს პავლე მოციქული, დაიმახსოვრე ტიმოთე. სარწმუნო და ყოველგვარი მიღების ღირსია სიტყვა, რომ ქრისტე იესო მოვიდა ქვეყნიერებაზე ცოდვილთა გადასარჩენად. ცოდვილი უნდა გადაარჩინოს. ვისგან? ცოდვისგან და ეშმაკისგან. ქრისტე იესო მოვიდა ქვეყნიერებაზე რისთვის? რომ ჩვენი ცოდვები დაეფარა უბრალოდ და ისევ ცოდვილები დავრჩენილიყავით. არა, ცოდვილს უნდა უშველოს. ცოდვილი უნდა გადაარჩინოს, უნდა გამოგლიჯოს ცოდვას ხელიდან. მაგრამ იმდენად რთული არის ამის გაკეთება, რომ ღმერთს არ შეუძლია იძალადოს სატანაზეც კი.
ღმერთს არ შეუძლია სატანას წაართვას ის, რაც მან ნებით ჩაიგდო. და მინდა დავინახოთ რომაელთა წერილში, მე უბრალოდ ვიტყვი ამას, რომაელთა მეშვიდე თავში პავლე მოციქული უხსნის და ელაპარაკება ებრაელ ხალხს. სჯულის მცოდნეებს გელაპარაკებითო. სჯულში ხომ იცით თქვენ რომ ვიდრე ცოლი ან ქმარი ცოცხალია, ისინი კანონით და სჯულით დაკავებულები არიან ერთმანეთის მიმართ ვალდებულებით პასუხისმგებლობით. სჯულის მცოდნეებს ეუბნები, რომ სანამ ქმარი ცოცხალია, ცოლი სხვისი ვერ გახდება. და პავლე მოციქულს უნდა უთხრას, რომ ქმარი ცოდვაა. მართლა ცოლ-ქმრობაზე კი არ ელაპარაკება. საშინელება არის, მე მინახავს ადამიანები, რომ გათხო და გოგო და ქმარი ის ოდეში და სიგარეტებს აქრობს. აწამებს, რასაც ქვია, კი არ გაბედნიერდა, გაუბედურდა, ნარკომანი, ლოთი ზოგჯერ და ასე შემდეგ. კარგი გოგო დაინახა და მიყვარს მე ის, მიყვარს. ერთი პიროვნება ამბობდა, მე თევზი მიყვარსო და მეორეობა, არა, შენ თევზი გძულსო. გეუბნები მიყვარსო, ძალიან მიყვარსო, აი დავიჭირე და ვჭამო, ეხლა შევწვი და ვჭამო. მე გეუბნე შენი თავი გიყვარს, თორე თევზი გძულსო. და როგორ მძულსო თევზი? როგორ და ასე, თევზი რო ყوارებოდა საჭმას ჩაუყრიდი და დატკბებოდი მისი წყალში სრიალით, მაგრამ შენი თავი გიყვარს. ამოიყვანე თევზი წყლიდან. დაიჭირე, მოკალი, გამოწელი, რა ვიცი, შეწვი და ჭამ ეხლა და ამბობ რომ თევზი გიყვარს. ბევრი ატყუებენ გოგუებს და ეუბნებიან, მე შენ მიყვარხარ. სინამდვილეში ნიჭიერი, განათლებული, ლამაზი, ჩაიგდო ხელში და ამბობს რომ ის უყვარს. თუ გიყვარს მისთვის იცხოვრებ. მაგრამ კი არ გიყვარს, შენ გინდა ის კარგი, შენი თავი გიყვარს და კარგი შენთვის მიიღო და შენ ცხოვრებაში ისიამოვნო. ისვენეთ. ცოდვამ ჩაიგდო, ცოლად ცოდვილი. თითოეული ჩვენგანი. ცოდვილი არის ეშმაკის მონა. და ცოდვის მონა და მისვენეთ რა ხდება. ქრისტე მოვიდა და პავლემ თქვა, თუ ქმრის სიცოცხლეში ცოლი სხვისი გახდება, მრუშობად ჩაეთვლება მას. თუ წაიკითხავთ რომაელთა მეშვიდე თავის პირველ სამუხლებს, თუ ქმრის სიცოცხლეში ქალი ადგა და სხვისი გახდა, ორივეს მრუშობაში ეთვლებათ. ვინც მოიყვანს მას, იმიტომ რომ ქმარი ცოცხალია. ქმრის სიცოცხლეში დაკავშირებულია სჯულით და თუ ქმრის სიცოცხლეში სხვისა გახდა, რომ დაუქორწინებელი იყოს ის და წაიყვანს, ორივე მრუშობენ. ქრისტემ უნდა გადაარჩინოს ცოდვილი ცოდვის ხელიდან, ეშმაკის ხელიდან და თან არ უნდა იყოს სულიერი მრუშობა. როგორ უნდა გადაარჩინო? უფალო უკვე ქმარი ყავს მაგას, შენი როგორ გახდება ის? როგორ უნდა გახადო ცოდვილი ცოლი შენი ქრისტესი როგორ უნდა გახდე, როცა ის უკვე სხვისია? ერთადერთი გზა არსებობს და მე მინდა რომ ეს გზა ყველამ კარგად ვიცოდეთ. ერთადერთი გზა ცოდვილი უნდა მოკვდეს. თუ ცოლი არ მოკვდა, ქმრის ჯულისაგან ვერ განთავისუფლდება ვერასდროს. და თუ ვინმე გაბედავს, არ აქვს მნიშვნელობა, თუნდაც ყოვლის შემძლე ღმერთია. გაბედავს და მოკიდავს სხვის ცოლს ხელს, სხვის პიროვნებას, ისინი როგორც სულიერი ცოლ-ქმარნი არიან. მე რა დაცემული და დამონებული. არ შეიძლება და ვერ მოკიდავ ხელს და ვერ წაიყვან და სხვისას ვერ გახდი. რა უნდა გააკეთო? და მინდა რომ დავინახოთ, რომ ქრისტეს ჩვენ ხო ადამიანთან ვაიგიოთ ჩვენს თავს. ბიბლია საერთოდ ასე განიხილავს კაცობრიობას, მხოლოდ ორ რასად. შავკანიანები და თეთრკანიანები. არა, რა თქმა უნდა. ბიბლია განიხილავს ადამიანში ადამიანებს და ქრისტეში. არა შავკანიანი, თეთრკანიანი, ასე თვალება, ისე თვალება. არა ნაციით, არა მე არ ვიცი, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ღმერთი მხოლოდ განიხილავს ადამიანში და ქრისტეში. რა ხდება, როცა ჩვენ ვერ წმუნეთ ქრისტეს? რა ვირწმუნეთ?
ქრისტე იესო მოვიდა ცოდვილთა გადასარჩენად პავლეურმა ტიმოთეს 1:15. სარწმუნო და ყოველგვარი მიღების რომელთა შორისო პირველი მე ვარ თუ ვინმე ცოდვილია პავლემ თქვა არა და პავლეს ცოდები არ ქონდა უმციკლო ვიყავიო სჯულის მიხედვით გამალიელის ფეხებთან გაზრდილი ფარისეველთაგანი იუდეველთაგანი ანუ ზედმიწევნით ვიცავ არ იყო ის ცოდვილი როგორც ზოგიერთები არიან და მთელი ცხოვრება რო სოდან არა მაგრამ თქვა თუ ვინმეს ხსნა და მხსნელი ჭირდება რომ ამ ქმრისგან რომელსაც ცოდვა ქვია დაიხსნას ჩემი სიცოცხლე პირველი მე ვარ მისმინე თუ შენი თავი ადამიანში ვერ დაინახე დატყვევებული შენ მაშინ მხსნელიც არ გჭირდება და მე ადამიანი უკვე ფიქრობს რომ ქრისტე მოვიდა ქრისტე ეტანჯა ქრისტე აღსდგა ქრისტე ჩვენთვის ეტანჯა და მე რა ქრისტე ეტანჯა ჩვენთვის მან გააკეთა ყველაფერი არა ბიბლია ამბობს რომელთა 7:4-ში თქვენო ქრისტეს სხეული დაიხოცეთო ქრისტემ გაასამართლა და მე ჩემ თავს ვაიგივებ და როცა ვიადალოროსოს გზას რწმენით უყურებთ პავლე მოციქული ამბობს ჩვენ რწმენით დავდივარ და არა ხილვით მე ჩემი თავი გავაიგივე ქრისტესთან რომ ის არის ვინც უნდა მიხსნას მე ცოდვის და ეშმაკის მონობისგან და როგორ მიხსნის მე ის ქრისტემ თქვა მე მივდივარ ფიზიკურად ჯვარზე მაგრამ შენ უნდა იყო ჩემთან ერთად შენ უნდა მოკვდე თუ არ მოკვდა ხორბლის მარცვალე ქრისტემ თქვა ის ვერ გაცოცხლდება აუცილებლად უნდა მოკვდე და რომელთა 7:4-ს იმიტომ ახსენ თქვენო ქრისტეს სხეული დაიხოცენით რომელთა 6:6-ში წერია ყურადღება მიაქციეთ რომელთა 6:6 მასთან ერთად როცა ქრისტეს ნუ უყურებ ჯვარს როგორც ქრისტეს ჯვარცმულს დაინახე შენი თავი ქრისტესთან რომელთა 6:6 ამბობს მასთან ერთად ჯვარს ეცვა ჩვენი ძველი კაცი ცოდვილი ქრისტემ წაიყვანა თავში ადამიანში ყველა ცოდვილი ვინც ირწმუნა რომ მე ქრისტეში თავისუფლდები და ჯვარსაცვაო და მასთან ერთად ჯვარს ეცვა ჩვენი ძველი კაცი და მე-7 მოხს დაუკვირთ რომელთა 6:7 ვინც მოკვდა ქრისტესთან ერთად ცოდვისაგან თავისუფალია. განა აღარ შეეშლება. ცოდვისაგან თავისუფალია. ცოდვა ვეღარ იმეფებს თქვენზე პავლე მოციქული რომელს მე-6 თავში უხსნის. ცოდვა როგორც ქმარი იმაზე ვინც ქრისტემ ჯვარზე მოკლა ცოდვისაგან თავისუფალია. მე იურიდიულად თავისუფალი ვარ. როგორ ქრისტე ფიზიკურად კვდება ჯვარზე და თქვენო დაიხოცეთ ქრისტეს სხეულით. ქრისტე მოკვდა ჯვარზე და ბეროს ქრისტე მოკვდა ჯვარზე მე არაფერი მე ისევ ჩემი ცოდვილი უაგრძელებ ისევ რაღაცა ცოტა რაღაცებს აღარ ვაკეთებ ცუდს მაგრამ მაინც ცოდვა მეფობს ცოდვილზე. და ეშმაკი ცოდვის მეშვეობით ცოდვილზე ისევ გამოვლინებებს ახდენს. ქრისტე რომ მოკვდა ჯვარზე, მასთან ერთად მეც მოვკვდი. მოკვდა ჩემი ძველი კაცი. და ბიბლია ამბობს, ქრისტე რომ აღსდგა, აღგვადგინაო მასთან ერთად. ქრისტე კი არ აღსდგა, მან ვინც მოკლა ჯვარზე, აღადგინა კიდეც. ეს არის ეფესელთა მეორე თავი. მე-6 მოხსე, მასთან ერთად აღგვადგინა კიდეცო და რა ზეცაშიც დაგვსხაო ქრისტე იესოში. ვაუ! ქრისტე მოვიდა, არა იმიტომ რომ მომკვდარი იყო, აღმდგარი იყო, ამაღლებული იყო და მე მეორედ მოვა ისევ, არა. ის მოვიდა, რომ გაენთავისუფლებინა ცოდვილი ცოდვისაგან თავის სხეულით. და რომ მოკვდა, ერთხელ მოკვდა ცოდვილთან ერთად და ჩვენ დავიხოცეთ ქრისტესთან ერთად. და რომ აღსდგა მკვდრეთით აღგვადგინა ჩვენც და შეხედეთ რა მინდა დაგინო და ზეცაში დაგვსხაო ქრისტე იესოში რომელთა მერე თავში პავლე უხსნის მერეუბნება ვისაც მოუწოდა ისინი გაამართლა კიდეცო და ვინც გაამართლა ისინი განადიდა კიდეცო რა მოგვცა ქრისტემ თავისი მოსვლით უბრალოდ ისტორიული ცნობა რომ ის მოკვდა გოლგოთის ჯვარზე არა ქრისტემ შენი გულისთვის გადაიხადა სრული საფასური და შენც მასთან ერთად უნდა წახვიდე მე ვკვდები ცოდვილი ცხოვრებისათვის, რომელსაც ჩემი ინტერესები ქვია, ჩემთვის, მე.
აი ეს ციკლი მინდა რომ დავინახოთ მიმავალი. იესო ქრისტე რომ მე სად ვარ დღეს? მე ვარ ქრისტეში. ქრისტეში ვარ. და ქრისტე სად არის? აი ეს არის მე აღარ ცხოვრობ პავლემ თქვა ახლა ქრისტე ცხოვრობს ჩემში. ბევრს გონია რომ ეკლესიაში მოსვლა რწმენა. რწმენა დღეს რასაც ვლაპარაკობ ეს არის საფუძვლის საფუძველი. შენ რწმენით უნდა დაინახო რომ მე ქრისტესთან ერთად მოვკვდი და ცოდვისაგან გამთავისუფლდი. მაგრამ რომ მოვკვდი რა მე დამთავრდა ჩემი სიცოცხლე. როცა აღსდგა ქრისტე მკვდრეთით. მასთან ერთად აღგვადგინა წერია. და ზეცაშიც დაგვსხა ქრისტე იესოში. კოლასელთა მესამე თავის მესამე მეოთხე მუხლები არის ძალიან ძვირფასი მუხლები. მოდი წავიკითხო. მე არ მინდა რომ დრო ძალიან გამეპაროს, მაგრამ კოლასელებს უყურეთ, პავლე მოციქული რას უწევს? კოლასელებო დაინახეთ მთავარი. სად ხარ შენ? ადამს ეკითხება ღმერთი, ადამ, სად ხარ? შენი ხმა გავიგონე და ვიმალები. არა, ეგ არ შენ სად ხარ დღეს და სად ხედავ შენს თავს? მის მიმართ მორწმუნეობა არც ასე იოლი არ არის უბრალოდ, რომ რაღაცა მწამს, რომ არსებობს. მორწმუნეობა ნიშნავს გაიგივებას ქრისტესთან და მე სიცოცხლის გაცვლას ვახდენ. მინდა რომ გაიგოთ ერთი მთავარი. ქრისტემ მე როგორც თავისი სხეულით მასთან ერთად ჯვარს ეცვა და მოვკვდი მასთან ერთად მე მასთან ერთად აღზრდექი და უყურეთ მაშასადამე თქვენ აღზრდექითო ქრისტესთან ერთად კოლასელთა 3:1 ეძიეთო ეხლა თქვენ მაღლა ხართ ეძიეთ მაღლა სადაც ქრისტე ზის ღმერთის მარჯვნივ სად ვარ მე სად ვარ დღეს ღმერთი გეკითხება რას ხედავ ერემია ერთხელ ერთ წინასწარმეტყველს ღმერთი ერემიას ეუბნება ერემია რას ხედავ ირმა რას ხედავ რას ხედავ ხათუნა თუ ეკა თუ ხვიჩა თუ რას ხედავ და ერემია ეუბნება შენი წარმოსახვის თვალით რას ხედავ ერემია და ეუბნება ნუშის რტოს ხედავ ღმერთო აყვავებულს ეს ხო წინასწარმეტყველება ისრაელის აყვავებაზე შენ რას ხედავ სად ხარ თუ შენ ქრისტეში ვერ ხედავ შენ თავს ჩვენ და დავინახოთ რა გააკეთა დიდებული ღმერთმა შენთვის მაშასადამე თქვენ აღზრდექით ქრისტესთან ერთად ეძიეთო მაღლა სადაც ქრისტე ზის ღმერთის მარჯვნივ ზეციერზე იფიქრეთ და არა მიწიერზე რა გაგიკეთათ ქრისტემ და როგორ ხარ შენ ქრისტეში ვინაიდან თქვენ დაიხოცეთ ერთხელ ჯვარზე ქრისტესთან ერთად ქრისტეს სხეულით და თქვენი სიცოცხლე დაფარულია ქრისტესთან ღმერთში მისმენთ ყურადღებით რას ნიშნავს ქრისტიანი დღეს ბევრს გონი მე ქრისტიანი ვარ აბა მუსლიმი კი არა ვარ მე ქრისტიანი ვარ მეთქი ვერ გაიგეთ სამჯერ გადავიწერ პირჯვარს და ზოგი ფიქრობს რომ ეს არის ქრისტიანობა ქრისტიანობის მთავარი არსი რწმენაშია რას ხედავ ერემია რას ხედავ ხვიჩა მე ვხედავ ერთ რაღაცას მე ქრისტეში ვარ ზეცაში დამსვა ქრისტე იესოში დაწერია ის დღესაც შუამდგომლობს ჩვენთვის სამი ადგილი ამბობს ბიბლიაში რომ ის შუამდგომლობს ჩვენთვის ებრაელთა მე-7 თავის 25 მუხლი რომაელთა მე-8 თავის 31-33 მუხლი ქრისტე დღესაც შუამდგომლობს შენთვის შენ ქრისტეში ხარ შენი სიცოცხლე უკვე განდიდებული არის რა მოგცა შენ ქრისტეში ღმერთმა თვალს არ უნახავს ყურს არ სმენი ადამიანს გულზე ფიქრად არ ზეციერზე იფიქრე რა გაგიკეთა შენ ქრისტემ შენი სიცოცხლე დაფარულია ქრისტესთან ღმერთში მე-4 მუხლს დაუკვირდით როცა გამოჩნდება ქრისტე თქვენი სიცოცხლე ქრისტე მოდის მეორედ სინამდვილეში მე მკვდრეთით აღმდგარი ამაღლებული განდიდებული მამის მარჯვნივ ვარ ყველა ტახტებზე ძალაუფლებაზე და ყველაფერზე მაღლა რაც არა მარტო ამ მზის ქვეშეთში არამედ მომავალშიც იწოდება პავლე ამბობს მისმენთ ყურადღებით ვინ არის ქრისტიანი ქრისტემ ჩემი სიცოცხლე ფიზიკურად აღამაღლა და განადიდა ზეცაში მაგრამ მე მითხრა ეხლა შენ იცხოვრე ჩემი სიცოცხლით ქრისტიანი ნიშნავს მე მკვდარი ვარ ჩემთვის ეხლა ქრისტე უნდა იყოს ჩემში. ბევრი ადგილები ლაპარაკობს ბიბლიაში. ეფესელთა
მესამე თავის მე-17 მოხლე რწმენით დამკვიდრდეს ქრისტე თქვენს გულებში. პავლემ თქვა, მე არ ცხოვრობ, ქრისტე ცხოვრობს ჩემში. გალატელებს ეუბნება, მე მშობიარობის ტკივილებს განვიცდი, ვიდრე ქრისტე გამოისახება შენში. ბევრი ადგილი ლაპარაკობს ბიბლიაში, რომ მეორე კორინთელთა წერილი არის ძალიან ძვირფასი, მე-13 თავის მე-5 მოხლე პავლემ თქვა, ნუ თუ არ იცნობთ საკუთარ თავს, რომ ქრისტე თქვენშია. ღმერთო, ფიზიკურად მე ვარ, სინამდვილეში ქრისტე ცხოვრობს ჩემში და ამას ქვია ქრისტიანი. მე სადღა ვარ? აქ ყველაფერი მისია, ბუნება, ხასიათი, მიზნები, გეგმები, ყველაფერი ქრისტესი უნდა იყოს ჩემში და ყველაფერი ჩემი ქრისტეშია. აი ამას ქვია მე ქრისტეში ვარ, ქრისტე ჩემშია. თუ ეს ვერ გავიგე მე საერთოდ არაფერი არ მწამს, ან თუ მწამს, დამახინჯებულად მწამს ყველაფერი. თუ მე ჩემ თავს არ ვაძლევს საშუალებას, რომ ქრისტე გამოისახოს ჩემში და დღითი დღე სულიწმინდა არ მუშაობს ჩემშინაგან სამყაროში, ვიდრე თქვენში ქრისტე გამოისახება. ქრისტე გამოჩნდეს თქვენს მომაკვდავ სხეულებში, პავლე ეუბნება, ჩვენ მუდამ ვეძლევთ სიკვდილს, რათა იესოს სიცოცხლე, ქრისტიანული ბუნება და ქრისტეს ხასიათი და თვისებები ჩვენში გამოჩნდეს. მე აღარ ცხოვრობ. პავლე თქვა, მე აღარ ცხოვრობ. აგერ მოდის პავლე, ფიზიკურად შეხედა პავლეა. პავლემ თქვა, მე არ ცხოვრობ. მე სხვაგანა ვარ. როგორ მოხდა ეს, რაც რწმენით არის მისაღები. ეშმაკი ყველაფერს იტყვის, ქრისტე მოკვდა, ქრისტე აღსდგა, ქრისტე ამაღლდა, ვიზე იმოთ ყველაფერი ქრისტემ გააკეთეს, მაგრამ შენ არ დაგინახოს მასთან ერთად. გაიგივებული. შენ არ დაგინახოს, რომ გწამდეს, რომ ქრისტემ მოიმოქმედა ეს ყველაფერი ცოდვილისთვის და ადრეც ვამბობდი. ის გრიაზე, გნიაზე. აი ამ ტალახიდან და ცოდვიდან დიდებაში აგვიყვანა უფალმა. მარადიულ დიდებაში. მისმინე თუ რწმენაზე ვლაპარაკობ, ეს არის საფუძველი ჩვენი რწმენისა. სხვა დანარჩენი იმისა, რომ ბიბლია წავიკითხე და მწამს და ღმერთი არსებობს და ქრისტე მოკვდა ჯვარზე, ქრისტე არ იყო ცოდვილი, რომ სასიკვდილოდ ქონოდა საქმე. არ მოკვდებოდა, არაფრის გამო არ მოკლავდნენ მას. ქრისტეს არ ჭირდებოდა ტანჯვა. ტანჯვა გჭირდებოდა ჩვენ და დღეს მისმინეთ ყურადღებით. უფალს უნდა. აი მეორე კორინთელთა მე-5 თავის მე-14 და მე-15 მოხლე ამბობს, ქრისტეს სიყვარულით ვართო მოცულნი, როცა ასე მსჯელობთ. ქრისტე ყველასათვის მოკვდა. რათა ცოცხლებმა. აი ეს არის ყველაზე უფრო რაც არ უნდათ ადამიანს და ეშმაკი აცდუნებს ადამიანებს რომ არ გააკეთონ. ქრისტე ყველასათვის მოკვდა, რათა ცოცხლებმა თავიანთვის კი აღარ იცოცხლნა, არამედ იმისთვის, ვინც მათთვის მოკვდა და აღსდგა. იცი, შენ აღარ გაქვს უფლება, თუ კი რწმენი დაინახე შენი თავი, მე ქრისტეში ვარ, მე უკვე ყველაფერი მარტო დრო მაშორებს, რაც ქრისტემ გამიკეთა, რაც უფალმა გამიკეთა. დრო მაშორებს ეს ყველაფერი მივიღო. მე მინდა საიდუმლოზეც თქვა რაღაც. პავლე მოციქული ეფესელებს ეუბნება. ღმერთის მრავალრიცხოვანი სიბრძნის გახსნას. და ეუბნება, ადამი და ევა შექმნა ღმერთმა. და ადამს და ევას ღმერთმა მისცა ეპატრონეთ ზღვაში, თევზს, საშიფრინოს, პირით ქვემძროს, ყველაფერს, რაც კი მიწაზე დახოხავს. ყველაფერი თქვენ განკარგულებაშია. ცით იესო ქრისტეს ქვია მეორე ადამი და ეკლესიას ქვია ევა, მის საპატარწყოს. პავლე მოციქული ეფესელთა 5:32-ში ამბობს, მე მინდა საიდუმლო გითხრათ. დიდია ეს საიდუმლო. მე ვლაპარაკობ იესო ქრისტესა და ეკლესიაზე. რა საიდუმლოა? ღმერთმა რაც შექმნა, მეცნიერები ეძებენ galaktikებს და ვერ ხვდებიან იმის იქით კიდევ რა არის და იმის იქით რა არის და ჯერ ხილულს ეძებენ. მე ამბობენ რომ ამ ხილულს შუაში კიდევ არის უხილავი მატერია, რომელსაც ვერ ხედავთ და არ ვიცით რით უნდა დავინახოთ. ყველაფერი სულიერ სამყაროს ხო საერთოდ ვერ ხედავენ. ღმერთმა რაც შექმნა, ხილული და უხილავი, ტახტები და ბატონობა, ძალაუფლებანი და ძალნი და ყველაფერი რაც არის შექმნილი, ყველაფერი იესო ქრისტეს და ეკლესიის ძალაუფლებაშია გადაცემული. ისე როგორც პირველი ადამი და ევა მხოლოდ აჩრდილია იმისა, რისი დანახვებაც უნდოდა ღმერთს იესო ქრისტეს და ეკლესიაზე.
როგორც პირველ ადამიანს და ევას ყველაფერზე ქონდა ძალაუფლება ამ პატარა ბურთზე, რომელსაც დედამიწა ქვია, რაც ღმერთმა შექმნა. თევზები, ჩიტები, ცხოველები, ბუნება, ყველაფერზე აქვს ძალაუფლება. პავლე ამბობს, დიდია ეს საიდუმლო, მართლა ადამიანზე და ევაზე ფიქრობთ? მე გელაპარაკებით იესო ქრისტესა და ეკლესიაზე. მე სულ სხვა რაღაცა მინდა დაინახოთ. რომ მთელი ძალაუფლება, როცა დამთავრდება ყველაფერი, დედამიწა არის მოსამზადებელი ადგილი, რომ მე მივიდე და მივიღო ის, რაც ქრისტეში უკვე მაქვს. მაგრამ ერთი რაღაც არის საჭირო ამისთვის, მხოლოდ ერთი. უნდა ვაცხოვრო ქრისტე ჩემში. პავლეს უყურებთ, მე არა ვარ. მე იქა ვარ, მე ქრისტეში ვარ. მე უკვე მივიღე ყველაფერი, ეხლა ქრისტე ცხოვრობს ჩემში და ქრისტემ ესეთ სიტყვები თქვა. თუ მისცემ საშუალებას, რომ ქრისტე დამკვიდრდეს შენს მომაკვდავ სხეულში და გამოჩნდეს ჩვენს მომაკვდავ სხეულში. მეორე კორინთელთა 4:10-11 მუხლები ამბობს, ჩვენ მუდამ ვეძლევითო სიკვდილსა და ქრისტეს სიცოცხლე და ბუნება დაიწყოს ჩვენში გამო. ამას ქვია რწმენით დადიხარ და ხედავ, რაღაცა პროცესი მიდის. და შენ თავს ყოველთვის ქრისტეში ხედავ. ჩემი სიცოცხლე დაფარულია ქრისტესთან ღმერთში. ქრისტე რომ აღსდგა, აქ არ დაგვდოვა, რომ ეშმაკს არ ჩაეგდო კიდევ რაღაცა ხელში. ეხლა მე ქრისტეს ვაძლევ ადგილს, უფალო, იუფლე ჩემში. მე ყველაფერს გადმოგცემ შენ. ქრისტემ თქვა, სამი რაღაც ჭირდება ადამიანს, რომ მისი მოწაფე გახდეს და ქრისტე გამოისახოს მასში. პირველი, ვინც არ აიღებს თავის ჯუღარს და ისე არ გაუმყოფა, ვერ შეძლებს გახდეს ჩემი მოწაფე. მეორე, ვინც უარს არ იტყვის მართლობას დედის, მამის და საკუთარი თავის მწყემსობასაც კი ვერ შეძლებს გახდეს ჩემი მოწაფე და მესამე. უფალო თქვა. ვინც უარს არ იტყვის ყველაფერზე რაც გააჩნია. და არ მისცემს უფალს უფლებას, რომ ყველაფერი ჩემი შენია უფალო, შენი კი ჩემი. თუ ასე არ გააგრძელებს ქრისტიანულ ცხოვრებას, მაშინ მთელი ცხოვრება კოჭლობაში იქნება, გაუგებრობაში იქნება და მე ვერც კი ვხედავ იმას, რაც ღმერთს უნდა რომ ჩემთვის დაენახვებინა და ეთქვა. მის აი ხო საუბრობ ახლა. თუ ღამე ვფიქრობდი ღმერთო, ნეტავი მე ვიცი რომ ჩვენი სიცოცხლე ხანმოკლეა. ამაზე ძვირფასი, რასაც ახლა ვლაპარაკო. ამაზე გასაგები და მნიშვნელოვანი არაფერი არ არის, ეს არის ცენტრალური აზრი ქრისტიანობის და რწმენის. ეფესელთა მეორე თავს წავიკითხავ. თქვენც მკვდრები იყავით ერთ დროს დანაშაულთა თქვენი ცოდვების გამო და ცოდვის გამო. რომაელებში პავლე უბნეო 6:23-ში ცოდვის საზღაური სიკვდილია და ქრისტემ თავის სხეულით აიღო ჩვენი სიკვდილი და ჯვარსმერულსმა. მაგრამ მეოთხე მოხში, მაგრამ წყალობით მდიდარმა ღმერთმა თავისი დიდი სიყვარულით, რომლითაც ჩვენ შეგვიყვარა, ჩვენს დანაშაულთა გამო მკვდრები გაგვაცოცხლა ქრისტესთან ერთად. მადლით ხართ გადარჩენილები. და მკვდრეთით აღგვადგინა მასთან ერთად ზეცაშიც დაგვსხა ქრისტე იესოში. და რატო გააკეთა უყურეთ? რათა მომავალ საუკუნეებში და მარადისობაში აჩვენოს თავისი მადლის გარდამეტებული სიმდიდრე სახიერებით ჩვენდამი ქრისტე იესოში. მომავალში ანგელოზებმა უნდა უყურონ რა გაუკეთა ცოდვის ტყვეს და მონას ღმერთი მოვიდა პავლე მოციქული ტიმოთეევნა უცილებლად დიდია საიდუმლო ღმერთი გამოჩნდა ხორცში დანახული იქნა ანგელოზების მიერ და აყვანილი იქნა დიდებაში. მაგრამ რატო გამოჩნდა ქრისტე? უბრალოდ მოვიდა იმისაც რომ მომკვდარიყო რომ ქრისტე თითქოს დღეს ყველაზე იმავს ქრისტე მოკვდა არა მე მასთან ერთად მკვდარი ვარ. თუ ქრისტე არ იქნება ჩემში და შენში და სხვაში მაშინ ჩვენ ქრისტიანობაზე არ ვილაპარაკებთ. მაგრამ თუ იმაზე ვიბრძოლებთ რომ მე აღარ ცხოვრობ ჩემში მე არც მინდა ვიცხოვრო ჩემში იმიტომ რომ ისეთი რამ მოიმოქმედა ღმერთმა ჩემთვის და მე ნუ თუ არ იცნობთ საკუთარ თავს პავლე უბნეო კორინთელებს ნუ თუ არ იცნობთ საკუთარ თავს რომ ქრისტე თქვენშია თუ არ დაგამოცდას ვერ უძლებთ რათა მომავალ საუკუნეებში მარადისობაში აჩვენოს თელ სამყაროს თავისი მადლის ანუ სიკეთის გარდამეტებული სიმდიდრე სახიერებით ჩვენდამი ქრისტე იესოში. ვინა ვარ მე? ერთი ფილმი არის ასეთი სპირალი ქვია მგონი ხო ამ ფილმს თავს რო გადაუნერგავენ
და სარკეში რო იყურება, ვინა ვარ მე? ვინა ვარ? თუ პიროვნებამ ვერ გაარკვია ვინა ვარ მე? ქრისტე ყველასათვის მოკვდა და ჩვენი ცოდვილი ბუნება გაანთავისუფლა და ჩვენი ძველი კაცი თავისი სხეულით. მას ვინა ვარ მე? მე ვარ ქრისტიანი ქრისტე ჩემში. მე აღარ ცხოვრობ და თუ რაღაცა მაღელვებს ვემზადები იმის რომ ქრისტემ თავისი თავი გამოავლინოს და უამრავ ადამიანს დაეხმაროს და მხარში დაუდგეს. იფიქრე, ზეციერზე იფიქრე და არა მიწიერზე. რა არის ზეციერზე საფიქრალი? ადამი და მეორე ადამი და ევა. იესო ქრისტე და ეკლესია. ზეცაში დაგვსხავდიდებით. იცით, ანგელოზები კი არა, ქერუბიმები კი არა, სერაფიმები კი არა და კიდევ სხვა ქმნილებები, რომელიც ჩვენ არ ვიცით, ისინი იმ სიმაღლეზე ვერ მოვლენ, ისე როგორც თევზი ადამიანზე მეტი ვერასდროს ვერ იქნება და ცხოველი ადამიანზე მეტი ვერ იქნება, ისე როგორც ჩიტი ვერ გახდება ადამიანზე მეტი, იმიტომ რომ ადამიანს აქვს სრული ძალაუფლება ყველა ქმნილებაზე. ასე აქვს იესო ქრისტეს და ეკლესიას მარადისობაში მიღებული ეს დიდება. ვისაც მოუწოდა ისინი აღამაღლა და ზეცაში დაგვსხა ქრისტე იესოში. განადიდა კიდეც ასე წერია. ეხლა რას ვეძებ მე? ზეციერზე იფიქრე, რა გაგიკეთა მან და როცა ამაზე ფიქრობ, დავალებულად ხედავ შენს თავს და მე ვეღარ ვიცხოვრებ ჩემი ცხოვრებით. მე ვეღარ ვიცხოვრებ და აღარც ვიცხოვრებ. და თუ ისევ დავიწყებ, რომ მე მინდა ეს, მე მინდა ის, მე მინდა ერთი რაღაც. ყოველთვის გამოვცადო სათნო უფლისა და ის ვლინდებოდეს. ის უნდა ჩანდეს, ის უნდა საუბრობდეს, მას უნდა უყვარდეს ჩემგან. მას უნდა ეცოდებოდეს ადამიანები, მას უნდა რომ მოეფეროს, ის უნდა გამოჩნდეს ჩვენს სხეულებში. და როცა დავდივარ და ვიკრიბებით, ვინ იკრიბება? ქრისტე მოდის შენი სახით. ქრისტე მოდის ჩემი სახით, იმიტომ რომ ქრისტე ჩემშია, მე კი უკვე მივიღე ის, რაც მან გააკეთა თავისი სიმდიდრით და მადლით. თითოეული ჩვენ და მისადმი და მე ძალიან გთხოვთ, იფიქრეთ ამაზე. იფიქრე ამაზე, თუ არა და მიძღვნილი ცხოვრებით ვერ იცხოვრებ. ვერ იცხოვრ, შენ შეიძლება კრებაზე მოხვიდე, წახვიდე, მაგრამ შენი სიცოცხლით იცხოვრებ ისე. და რაღაცასაც ღმერთო, გინდა მიათეც დავდებ, თუ კიდე შესაძირავსაც დავდებ. თუ კიდე რაღაცასაც გავაკეთებ, მაგრამ ჩემი ცხოვრება მაქვს. მეორე კორინთელთა 4:14 კიდევ. ქრისტეს სიყვარული თუ ართ მოცულნი, როცა ასე მსჯელობთ. თუ ერთი მოკვდა ყველასათვის, მაშინ ჩვენ დავიხოცეთ, რათა ცოცხლებმა ისევ ხვიჩასთვის კი არ გააგრძელოს, ხვიჩასთვის უკვე გააკეთა ქრისტემ ყველაფერი და მის მიმართ რაც მოხდება მეორედ მოსვლისას. მოდის უფალი, რათა ჩემი განდიდებული სიცოცხლე და ქრისტე ჩემში შეხვდნენ ერთმანეთს. ქრისტე გამრავლდა ჩემში, შენში და სხვაში. ეშმაკს ეგონა რომ დაусმევდა წერტილს, როცა მოკლავდა მას ჯვარზე სინამდვილეში, ჩემში ჩებიდა, შენშიც და მასშიც და ქრისტე წავიდა ყველაში და მან ის რასაც ჩემს სიცოცხლეს უშვებოდა რომ უნდოდა რომ დაეღუპა, დაღუპვის მაგივრად ზეცაში ვზივარ. დაგვსხა უკვე და შუამდგომლობს რომ იცხოვრე ჩემთვის რომ ეს არ დაკარგო. მაცხოვრე ამეფე ქრისტე შენში. მიეცი ქრისტეს საშუალება რომ იყოს შენში, რომ ის რაც მან მოგცა და გააქვს მეორედ მოსვლისას, როცა გამოჩნდება ქრისტე, თქვენი სიცოცხლე ასე წერია. ვინ მოდის ზეციდან? ქრისტე განდიდებული და ჩემი სიცოცხლე მასში. ისინი ვინც არ ცხოვრობდნენ ქრისტესთვის, ისინი დაკარგავენ ყველაფერს, რაც ქრისტემ მოიმოქმედა, ფუჭი აღმოჩნდება მათთვის. ის რაც ღმერთმა გაუკეთა ადამიანს. ასე რომ ზოგჯერ ფიქრობთ, რომ მენანება ჩემი სიცოცხლე მისთვის. თუ იმას გაიგებ, რა გააკეთა მას შენთვის და რა გაქვს და ზეციურზე იფიქრებ, ახარ დაგენანება ეს მოკლე 70 წლიანი ცხოვრება მისცემას საშუალება. და თუ იტანჯები კიდევაც და ქრისტეს ჩვენ ვილაპარაკეთ ზიარების დღეს, ტანჯვებზე ვილაპარაკეთ ძალიან ბევრი, ქრისტე ეტანჯაო. თქვენ საღიჭუროთ იგივე აზრით, რომ როცა ამ გზას ვადგევართ, მივცეთ მას საშუალება, რომ ის ჩვენში ცხოვრობდეს. მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც ერთია. ჩვენ თუ სრულყოფილები ვერ გავხდებით, ერთი რაღაც ვიცით. მან უკვე დაასრულა ჩემი გამოსყიდვა ჯვარზე.
მასთან ერთად ჯვარსაც ქრისტემ წამიყვანა სად? ჯვარზე. შემდეგ დამკრძალეს მასთან ერთად. აღმადგინა. თითო კი არ აღსდგა, ბერო ქრისტე აღსდგა, ჭეშმარიტად და სამ ქრისტე აღსდგა. მოდი ვირწმუნოთ, რომ ქრისტე აღსდგა, მაგრამ შენ რა გინდა მასთან? შენ არაფერი გაქვს მასთან საერთოდ. ქრისტე კი არ აღსდგა. აღგვადგინაო მასთან ერთად. ვაუ. რა მე ყურათით აღმდგარი, იცი რა ყურათით აღმდგარი? ნიშნავს რომ ჯოჯოხეთი. დაღუპო აღარ ეხება, რაც ყურათით აღსდგა. და არა მარტო აღადგინა, ქრისტე ამაღლდა ზეცა და აღგვამაღლა და ზეცაშიც დაგვსხა. მეორე ადამი და ევა, როგორც პირველი ადამი და ევა, ძალაუფლების მატარებელი, ყველა ქმნილებას რაც ღმერთმა შექმნა დედამიწაზე. კიდე ერთხელ ვიმეორებ. პავლემ თქვა, დიდია ეს საიდუმლო. მე ვლაპარაკო იესო ქრისტესა და ეკლესიაზე. გონებით სრულწლოვანი იყავით, პავლე ეუბნება კორინთელებს, მე-14 მე-20 მუხლი. გონებით იყავით სრულწლოვანი, ზეციერზე იფიქრეთ. როცა ზეციერზე ფიქრობ, ვაუ, ღმერთოს სათხედავ ჩემ თავს განდიდებულს ქრისტეში და მე უკვე მაქვს მდგომარეობა იქ. აქ ნამდვილად არ დამენანება, არც დამეზარება. ეს ყველაფერი, რაზეც ჩვენ ხელი გვიკიდია ჩაბღაუჭებული ვართ, ილუზია და გაქრება. ის მარადიულია და არასოდეს არ დამთავრდება. ამიტომ მიუძღვენი შენი თავი უფალს და უთხარი, უფალო, მინდა რომ იცხოვრო ჩემში. შემოდი და იცხოვრო ჩემში. მე მინდა ქრისტიანი ვიყო. ქრისტეს მე იესო არ მქვია. მე ხვიჩა მქვია, მაგრამ ქრისტე ცხოვრობს ჩემში. პავლე თქვა, მე პავლე მქვია, მაგრამ ქრისტე ცხოვრობს ჩემში. შენ სადღა ხარ, პავლე? მე ქრისტეში ვარ. უკვე ყველაფერი არ ხეინადო არ. მომკლავენ და ამ სხეულიდან თუ კიდე მე ჩემთვის მაინც აღარ ცხოვრობ და თუ კიდევაც შეეხებიან ამ სხეულს. მე უკვე ყველაფერი უკვე დასრულებულად მაქვს იქ. იმიტომ თუ ეს ვერწმუნეთ, წამოდექით ჩემთან ერთად, მე მინდა რომ ვილოცოთ. მადლობა გადაუხავთ უფალს, რომ ის გახდა შეწირული კრავი ჩვენთვის და ჩვენ შეგვიძლია ბავშვებთან ერთად და ყველასთან ერთად ვიზეიმოთ ეს დღე.